დიდი მადლობა ბატონო ლადო. დიდი მადლობა ბატონო ომარ ხელშეწყობისთვის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი არის რომ ეს პრეზენტაცია ამ პროექტის მიმდინარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცირე დარბაზში. მნიშვნელოვანი არის ეს იმიტომ რომ ესე იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ფაქტობრივად არის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი საქართველოს სოციალური ინსტიტუტებიდან, სადაც განისაზღვრება მეცნიერების მიმართულებით პოლიტიკა, როგორ და იყოს წარმართული სხვადასხვა ესე ვთქვათ საკითხები და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასევე სხვა ორგანიზაციებს, პირველ რიგში შოთა რუსთაველის სახელობის მეცნიერების ეროვნული ფონდის წარმომადგენლებს, ასევე ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას, რომლის ხელმძღვანელი პრეზიდენტი აქ იმყოფება ბატონი თემური ჩილაჩავა. ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, პოლიტიკის მეცნიერებათა და მორალის აკადემიას და ფაზისის აკადემიას, რომლებიც მიიღეს საკმაოდ აქტიური მონაწილეობა აი ამ კვლევების რეალიზებაში. ეს კვლევები ტარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ბაზაზე და ასევე კვლევების ჩატარება მიმდინარეობს კვლევების ნაწილის იგი ცხუაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციალური მეცნიერების და მართვის ინსტიტუტის ბაზაზე და ეს კვლევების პაკეტი არის ნაწილი ჩემი ასე ვთქვათ სადისერტაციო ნაშრომის, რომლის სახელწოდებაც არის აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის მეტაკოგნიტიური მართვის მოდელი, რომელიც ასე ვთქვათ ფაქტობრივად მიმდინარეობდა ეს კვლევა 2018-დან დღემდე. ამ თემის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ კიკნაძე აქ იმყოფება, მადლობა მასაც ესე იგი ამ დახმარებისთვის და სხვა კოლეგებს, ვინც იმყოფებით აქ მხარდაჭერისთვის. ხო, დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ეწოდება საქართველოს პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის ავანგარდის ერთ-ერთ წარმომადგენელს, იგი ალექსანდრე ამილახვარს. მისი ხსოვნის დღეა, დღეს 20 ოქტომბერი არის და დაბადების დღე არის ფაქტობრივად ალექსანდრე ამილახვარის. აქ ბატონი ალექსანდრე წურწუმია იმყოფება, რომელსაც წვივალე ნაშრომი ბატონი ომარის ოგიაშვილის ხელმძღვანელობით ამემართულებით ჩაატარა. საერთოდ კარგი ტრადიცია იქნება, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ ყოველდღიურად ამ დიდი მეცნიერის დაბადების დღის და გარდაცვალების დღის და თარიღების აღნიშვნა ამემართულებით აი ამ პროექტის ჩარჩოში შექმნილი არის კალენდარი ფაქტობრივად და აი ამ კალენდარს ჩვენ მივყვებით და დღეს არის პირველი ღონისძიება აი ამ კალენდარის მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება აქ ნიკო ნიკოლაძის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით და სხვების უშუალოდ აქტიურად მუშაობენ სხვა ორგანიზაციებიც და ეს ძალიან სასიამოვნო მოვლენა არის. ხო, ნუ ალექსანდრე ამილახვარის ესე იგი თვითონ მოღვაწეობა საინტერესოა იმით, რომ შეეხება მე-18 საუკუნის ბოლოს ფაქტობრივად და შესაბამისად მისი მოღვაწეობა არ არის ორდინალური და მას მიუძღვის საკმაოდ დიდი ღვაწლი, რომელიც მან გაუწია ქართული პოლიტიკური აზროვნების განვითარებას, როგორც პირველ რიგში საზოგადოებრივ მოღვაწემა და ასევე მეცნიერმა და ხელოვანმა. მისი კვლევები და ხელოვნება წარმოადგენს მე-18 საუკუნის მიწურულის პოლიტიკური ტექნოლოგიების და ინტელექტუალური პროტესტის კულტურის უნიკალურ მაგალითს. მეცნიერება და ხელოვნება მისთვის წარმოადგენენ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ბრძოლის სიარაღს და ამ ბრძოლას ემსახურებოდა პარალელურად, თქვათ, ერთდროულად და პარალელურად სინქრონულად ორივე ეს მიმართულება. ჩვენ თამამად შეგვიძლია დავინახოთ მის მოღვაწეობაში პოლიტიკური პროცესების, ზუსტად მეტაკოგნიტიური მართვის თანამედროვე მიდგომების საინტერესო მცდელობები და განსაკუთრებულ ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ეს კვლევები თანამედროვე კვლევებთან მიმართებაში, მათ შორის თქვათ შეიძლება ითქვას ჯონ ფლაუელის მიერ შექმნილი მეტაკოგნიტიური მონიტორინგის სისტემაზე, რამოდენიმე სიტყვა, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესების მართვაში მეცნიერების და მეცნიერთა სოციუმის მონაწილეობის აუცილებლობას.
თუ ამილახვარი თავის ნაწარმოებში ებრძვის აბსოლუტური მონარქიის ინსტიტუტის პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიას, ჯონ ფლაიველი და მისი მიმდევრები ხედავენ საფრთხეს თანამედროვე პოლიტიკურ ბიუროკრატიაში, რომელიც ცდილობს ინტელექტუალური ელიტის პარალიზებას, რაც უქმნის საზოგადოებას და სახელმწიფოს მნიშვნელოვან საფრთხეებს. პოლიტიკური ბიუროკრატიის მავნებლობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩვენი ასე ვთქვათ თანამედროვე საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები, მათ შორის საინტერესო არის ირაკლი კაკაბაძის მოსაზრებები, რომელსაც ის აქტიურ პოპულარიზაციას უწევს. გერმანელი იურისტის და სოციოლოგის იურგენ ჰაბერმასის კომუნიკატიური მოქმედების თეორიის მიხედვით, პოლიტიკური კრიზისების ქრონიკული ხასიათი გადაპირობებს ლეგიტიმურობის კრიზისს. ამომრჩეველი ამ შემთხვევაში სამართლიანად თვლის, რომ პოლიტიკური სისტემა ვერ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ფუნქციას და არ უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხო განვითარებას. ამავე დროს, ამომრჩეველს არ გააჩნია საკმარისი ბერკეტები, რათა მოახდინოს ამ ვითარების ტრანსფორმაცია. ასეთი ერთ-ერთი ბერკეტი კი ცოდნაა. ცოდნის ქურუმები კი აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები არიან. მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შემეცნებათა ეროვნული ჯერ კიდევ არსებობს მეცნიერთა ეროვნული აკადემია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა და დღესაც არსებობს ღია მცდელობები ამ სოციალური ინსტიტუტის განვითარების, დაბრკოლების, შეჩერების და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში სამეცნიერო დისკურსში გაჩნდა ისეთი უშუალოდ თემა, ისეთი თეზისი, როგორც არის კოგნიტური იარაღი. აი კოგნიტური იარაღის ცნება. კოგნიტური ანუ შემეცნებით იარაღი რუსი მეცნიერის სულაკშინის აზრით არის მტრის მიერ ქვეყნის ინტელექტუალურ გარემოში ყალბი სამეცნიერო თეორიების, პარადიგმების, კონცეფციების, სტრატეგიების შეყვანა, რომლებიც გავლენას ახდენენ მის საჯარო ადმინისტრირებაზე, თავდაცვის მნიშვნელოვანი ეროვნული პოტენციალის შესუსტების მიმართულებით, პრაქტიკულ გამოყენებაში ცრუ სამეცნიერო თეორიები, პარადიგმები, ცნებები, სტრატეგიები იქცევა უზარმაზარი დესტრუქციული ძალის იარაღად, რომელიც გავლენას ახდენს ეროვნულ მეცნიერებასა და განათლებაზე, საჯარო ადმინისტრირებაზე, ეკონომიკასა და თავდაცვაზე. მნიშვნელოვანი არის ამ თვალსაზრისით კოგნიტური თავდაცვის და უშიშროების მექანიზმების შექმნა. სხვა ქვეყნებში მსგავსი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, საქართველოში ჯერ არა. პრობლემის კოგნიტური და მეტაკოგნიტური მართვის კულტურა გულისხმობს ცოდნის სხვადასხვა სახეობის პარალელურ და სინქრონულ გამოყენებას, ამცირებს ლეგიტიმაციის კრიზისს. ეს ხდება იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. სხვა შორის ამ საკითხს ყურადღებას ამახვილებდა ალექსანდრე ამილახვარიც. ის თავის საშუალებში გამოყოფს მეცნიერების და განათლების განსაკუთრებულ როლს, ასევე ხაზს უსვავს ისეთ სოციალურ ჯგუფების, როგორც თავადები, ვაჭრები, ხელოსნები, სამღვდელოება და გლეხებიც კი ფაქტობრივად მათ მონაწილეობას, ესე იგი, აი ამ პროცესში, ამ როლს, ესე იგი მათ როლს. რაც წარმოადგენს მისი სოციოლოგიური, პოლიტიკური, პროგრესიული აზროვნების მაგალითს იმ ეპოქისთვის და სამწუხაროდ თანამედროვე პოლიტიკური ბიუროკრატია გადაქცეულია ავტონომიურ კლასად და ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ის კი არ იცავს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფების ინტერესებს, არამედ ის იცავს თავის პოლიტიკურ ინტერესებს, როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემათა ავტონომიური სუბიექტი. პოზიცია ოპოზიციის მიმდინარე თამაშები ამ თვალსაზრისით წარმოადგენენ კვაზიდემოკრატიულ სცენარს და ჯონ ფლაუერის პედაგოგიური მონიტორინგი ამ თვალსაზრისით წარმოადგენს ერის ინტელექტუალური ელიტის რეალურ იარაღს, რომლის მეშვეობითაც ის ცდილობს არ დაუშვას თლიანი სოციალური სისტემისათვის დამღუპელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. კოგნიტიური კაპიტალი, როგორც ეკონომიკური ცნება, შეიცავს თავის თავში როგორც სამეცნიერო, ისე არასამეცნიერო ცოდნას. მეტაკოგნიტური მართვის მიდგომის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა კოგნიტიური მართვის კონცეპტუალური საფუძვლების შექმნელმა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ივერი ფრანგიშვილმა. და ამ ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სხვა ქართველმა მეცნიერმა ჯერმენ გვიშიანმა. მეტაკოგნიტური მართვის საფუძვლები ჩაუყარა ქართველმა აკადემიკოსმა დიმიტრი უზნაძემ. მისი განსაკუთრებული როლი ამ პროცესში გადასაზღვრება იმით, რომ მან გაგვაცნობიერებინა
და გვაღიარებინა ცოდნის ცნობიერი, არაცნობიერი და ქვეცნობიერი უშუალოდ ფენომენი, კომპონენტები და მისი ზეგავლენა ადამიანის და საზოგადოების განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ კოგნიტიური და მეტაკოგნიტიური მართვა დღეს აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური სისტემების მართვის პროცესში. და ამაზე ამახვილებენ ყურადღებას თავის ნაშრომებში ივერი ფრანგიშვილის საინფორმაციო მართვის პრინციპების და იდეების გამგრძელებლები, რუსი მეცნიერები სოლოვიოვი და სვეტლოვი. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ასევე იყენებენ საინტერესო კონცეფციას, გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის სისტემას. საერთაშორისო დონეზე ეს სისტემა ცნობილია და დანერგილი არის ფაქტობრივად ბევრ ქვეყანაში. Executive Support System, ასეთი სახელწოდებით ინგლისურად, აი ამ მოდელს კოგნიტიური უზრუნველყოფის მიდგომას. აი ამ მიმართულებით კი საინტერესო ნაშრომია ასევე ტიხოევს, ცვეტკოვს და კულაჩის. ტაივანელი მკვლევარი ჰანგი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისათვის ინტერესს წარმოადგენს როგორც ანალიტიკური, ასევე ინტუიციური ტიპის ინფორმაცია, ხოლო ექსპერტიზა მისი აზრით უნდა ითვალისწინებდეს მათ ნაზავს. ჩვენი აზრით კი კოგნიტიური მართვა არ იზღუდება მხოლოდ ანალიზით, ინტუიციით, ხოლო მეტაკოგნიტიური მართვის მიდგომა კი განსაზღვრავს არსებული კოგნიტიური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას არსებული პრობლემების მოგვარებაში თუ მართვაში. საუბარია რელიგიურ, ტრადიციულ, მითოლოგიურ ცოდნაზე, ხელოვნებაზე, არტზე. საფუძველთა საფუძველი კი ცოდნის ეკონომიკაა და დისკურსში შემოდის ისეთი საინტერესო ცნებები, როგორც არის კოგნიტური კაპიტალი, კოგნიტური ეკონომიკა, კოგნიტური მართვა. როგორც ხედავთ, კოგნიტური კაპიტალი წარმოდგენილი არის სამეცნიერო და არასამეცნიერო ცოდნით, შესაბამისად დღის წესრიგში დგება კვალიტოლოგიური კვლევების აუცილებლობა, რომლის მიზანიც არის კოგნიტური კაპიტალის მართვის ხარისხის შეფასების კულტურის განვითარება. ასეთი ტიპის ფაქტობრივად კვლევები დაწყებული არის და პოლონელი მეცნიერების სპეციალისტები არიან ინიციატორები, ესე იგი ამ კვლევების. ამ რთული სისტემის ქვესისტემას წარმოადგენს მეცნიერული ცოდნა და მისი ეფექტიანობის შეფასების პრობლემა, ამიტომ დღის წესრიგში ასევე დგას კიდევ ერთი სამეცნიერო მიმართულების განვითარების საკითხი, ისეთის როგორიც არის ესტიმეტოლოგია და მათ შორის პოლიტიკური ესტიმეტოლოგია, რომელიც განსაზღვრავს ფაქტობრივად ეფექტიანობის კვლევის, ასე ვთქვათ, კვლევას მეცნიერებაში. სამეცნიერო ცოდნის კაპიტალის განსაკუთრებულ სეგმენტს წარმოადგენს პოლიტიკის მეცნიერებათა სეგმენტი. იმაზე თუ რამდენად ეფექტიანადაა გამოყენებული ეს ცოდნა, დამოკიდებული არის პოლიტიკური პრობლემების, პოლიტიკური თერაპიის საკითხი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ამ თერაპიის ფსიქოლოგიური კომპონენტი, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს თავის ნაშრომებში კოგნიტური მართვის კიდევ ერთი ფუძემდებელი ლასუელი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ თვალსაზრისით წარმოადგენს მისი ნაშრომი ფსიქოპათოლოგია და პოლიტიკა. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით დიდი ინტერესს წარმოადგენს ქართველი აკადემიკოსის შოთა ნადირაშვილის წიგნი პროპაგანდის ფსიქოლოგია და აკადემიკოსის ალექსანდრე ფრანგიშვილის შრომები, რომელიც შეეხება მოსახლეობის პანიკური მოქმედებების კვლევებს. მეტაკოგნიტიური მართვის თეორიას გააჩნია კუმულატიური ეფექტის მოხდენის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს ამ ცოდნის გამოყენებას კონკრეტული პრობლემების მოგვარებისთვის. ანუ ფაქტობრივად შესწავლას პირველ ეტაპზე თუ რა რესურსები გააჩნია პოლიტიკის მეცნიერებას და სხვადასხვა ამ ცოდნის აკუმულირებას ერთ კონკრეტულ პრობლემაზე. ეს არის კუმულატიური ეფექტის გამოყენება. კუმულატიური ეფექტის გაძლიერებისთვის ჩვენ გავაფართოვეთ ცოდნის ასევე სახეობათა კაპიტალი ორ დონეზე. პირველი დონე ეს არის სხვა მეცნიერების ჩართულობა და სინთეზი პოლიტიკურ მეცნიერებასთან, მაგალითად პოლიტიკური გეოგრაფია, პოლიტიკური ფსიქოლოგია, პოლიტიკური სოციოლოგია და ასე შემდეგ. და მეორე დონე ეს არის არასამეცნიერო ცოდნის ისევ და ისევ ინტუიცია, რელიგია, ტრადიცია, მითი, არტი და ასე შემდეგ ინტეგრირება პროცესში. ჯამში ჩვენ მივიღეთ ცოდნის სისტემა, რომელსაც დავარქვით მეტაპოლიტოლოგია, ანუ პოლიტიკის მეტამეცნიერება. შოთა რუსთაველის ფონდის დახმარებით გამოიცა მონოგრაფია მეტაპოლიტოლოგიის არსენალი მშვიდობისათვის და ეს პროექტი წარმოადგენს ფაქტობრივად გაგრძელებას აი მონოგრაფიის, რომელიც 21 წელს იყო ფაქტობრივად წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება ესე მონოგრაფიაში გამახვილებული არის საქართველოს მეცნიერთა აკადემიაზე, მის განსაკუთრებულ როლზე ამ პროცესებში და სხვა სამეცნიერო აკადემიებზე.
საერთოდ აკადემიურ შუა საზოგადოებაზე, აკადემიურ დიპლომატიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჩვენ დავაფიქსეთ 40-მდე სამეცნიერო აკადემია, მათ შორის 2 ფორმალური ოფიციალური აკადემია და დანარჩენი არაფორმალური აკადემიები და 660 ორგანიზაცია, რომელიც ატარებს ესე იგი აკადემიის სახელს. 660. დიახ, ასე არის რეგისტრირებული საქართველოს ფაქტობრივად სხვადასხვა იურიდიული პირის სტატუსი აქვს ამ აკადემიებს. კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მეცნიერების მართვის სპეციალისტები არ არსებობენ, იმიტომ რომ კვალიფიკაციათა ჩარჩოში ეს სპეციალობა საერთოდ არ არსებობს. მაშინ, როდესაც არსებობს განათლების მენეჯმენტი და არსებობს კულტურის მენეჯმენტი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ცოდნის წარმოების ტექნოლოგიური ციკლისთვის ჩვენ სპეციალისტები არ აქვს. მე-18 საუკუნის მიწურულს ეს კარათ ესმოდა ალექსანდრე ამილახვარს. ის ამახურებდა ყურადღებას და საფუძველთა საფუძველს აი მეცნიერულ კვლევებზე, თქვათ ის ასე თქვათ წერდა. სამწუხაროდ ჯერ ფაქტობრივად საქართველოში ეს პრობლემა არსებობს. ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოდან ამოღებული არის ისეთი სპეციალობები, როგორც არის პოლიტიკური ფილოსოფია და პოლიტიკური ფსიქოლოგია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ფაქტობრივად საქართველო იმყოფება საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის პირობებში, ეს თქვენთვის ყოველთვის ცნობილია, მაგრამ ნაკლებადაა ცნობილი და არ არის აღიარებული და ჩვენ გვინდა რომ იყოს აღიარებული, ჩვენ ვიყოფებით კოგნიტური ომის პირობებში. ამიტომ ესე იგი ასეთი პროფესიების და სპეციალობის ამოღება კი არაა საჭირო. პირიქით უკუ პროცესი უნდა იყოს, რომ დივერსიფიცირება მოხდეს და იმ სპეციალობების დაფარვა მოხდეს და ვიწრო სპეციალიზაციების, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების, ეკონომიკის და მართვის სისტემას სჭირდება იმისთვის, რომ იმართოს პრობლემები და ჩვენ არ გქონდეს ის რეალური მოუგვარებელი პრობლემების კლასტერი, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ გვაგვაჩნია. ჩვენ დღეს წარმოვადგენთ 2 კონკრეტულ პროექტს. ეს არის პოლიტიკის მეცნიერთა ელექტრონული პორტალი ნავიგატორი ესე იგი PSG.com და ასევე პოლიტიკური მეცნიერების სახელობითი პრემიის შესახებ იქნება ამ იდეის განხილვა. ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად დაგვანახეს, რომ საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია აისახება სამეცნიერო საზოგადოებაზეც. თუ ჩვენ პროფესიულ საზოგადოებაში მოვახდეთ ამ პრობლემების მოგვარებას, ეს იქნება სერიოზული და სამაგალითო ნაბიჯი პოლიტიკური მედიაციის და კონსენსუსის კულტურის განვითარებისთვის. აქ ჩვენ ვიყენებთ ცნობილი მეცნიერის ლუის კოზერის მოსაზრებას, რომ ეს ფაქტობრივად კონფლიქტი თუ კრიზისი რეალურად ხო არ წარმოადგენს ტრაგედიას, თუ ჩვენ ვიცით ამ კონფლიქტების და კრიზისების მართვას. და ის რომ ადამიანებს გააჩნიათ განსაკუთრებული აზრები, ეს წარმოადგენს კაპიტალს, შესაძლებლობას განვითარებისათვის და არა ფაქტობრივად პრობლემას. კვლევის თეორიული შედეგების პრაქტიკული განხორციელებისათვის შექმნილი არის პროექტი მეტაკოგნიტური მართვის ინსტიტუტის, რომელიც განიხილება დღეს და დღეს არის ფაქტობრივად პირველი ინფორმირება ამის თაობაზე საქართველოს საზოგადოების, იმიტომ რომ კოგნიტივიზმის მიმართულებით საქართველოში ფაქტობრივად კვლევები არ ტარდება. ცალკეული კვლევები, რა თქმა უნდა, მე ვახსენეს, დიდი მეცნიერები ჩატარებული იყო, მაგრამ კოგნიტივისტური მიმართულება არ არის განვითარებული და რა თქმა უნდა, არ არის განვითარებული პოლიტიკური კოგნიტივისტიკა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.